ვიზაზე ვარ ახლა მოსული, ასეთ შენობა არის, აქ არის ფირმა, რომელიც გვეხმარება ინგლისის ვიზის აღებაში. ესე იგი, ნახეთ მეგობრებო, 650 евро უნდა გადავიხადო მე, პლუს 2000 ზლოტს იხდის ჩემი უფროსი. პლუს რადგან ხა მე ამ ვიზით ყოველდღე მოზრაობ, ჯერ ჩემი ამ ძველ პასპორტში მაქვს ჩემი ძველი ვიზა, რომელსაც ჯერ ორი თვე აქვს დარჩენილი, იმიტომ ვაკეთებ ხა ამ ახალს რა. ხო და მოკლედ 530 ზლოტის გადახდა მიწევს, რომ პასპორტი არ დავტოვო, ეგეთ სერვისიც არის. პირველი სერვისია სხვადასხვა პოლონეთში, რომელსაც ვიყენებ დამატებითი ფულის გადახდით, რა ჩვენთან დიდი ფუფუნებაა და აქ საერთოდ იშვიათობაა. ამიტომ 530 ზლოტს ვიხდი ახლა იმაში, რომ პასპორტი არ დავტოვო, იმიტომ რომ პასპორტი რო დავტოვო, ინგლისში ვეღარ გადავალ, ვეღარ ვიმუშაობ, ბელგიაზე უნდა ვიარო მაშინ. ანუ 630 евро მე ჩემი გადასახდელია 2000 ზლოტს, არ ვიცი, უფროსი მიხდის მოკლედ, მეწილება ასე ვთქვათ, მეხმარება. 530 ზლოტი ხა ჩემ უფროსთან არის, მაგას მე ვიხდი, რომ ეს პასპორტი არ დავტოვო და გავიტანო. პლუს აქ ჩამოდი ჩადი, მარტო აგერ ორი ფასიანი გზა მომიწია, 300 კილომეტრია პოზნანი-ვარშავა, 36 ზლოტი ორი ფასიანი გზა საწვავი. დაახლოებით მოკლედ ხა ეს ვიზა უხეშად რო ვთქვათ, ხო? მე როცა დამზადდება, მზად იქნება, მე კიდევ უნდა ჩამოვიდე, იმათ რა ქვია, ვიზა რო ჩამერტყან რა შიგნით. ანუ დაახლოებით ეს ყველაფერი მეგობრებო 1500 ევრომდე ადის რა და ხა ფირმა ყველა რო იძახს, ახლა გონებით ფირმა არ არის, ბევრი ნიუანსი ის ფირმასაც თქვენ იწყებთ მუშაობას, ეგ ბევრად ჯობია, იმიტომ რომ იმ ფირმამ ორწლიანი ვიზა გამიკეთა უფასოდ, ყველაფრის გარეშე. და ამ კომპანიაში აი ხო ხედავთ, ეხა მაგალითად თან ხო გეუბნებით, აი აქ თარიღების აწყობა ძალიან ძნელია, თქვენ რო გაწყობთ იმ პერიოდში, ძალიან ძნელია რა. დღეს არის სამშაბათი, დღეს არის რა არის დღეს 5 დღეს არის სამშაბათი 5 აგვისტო და ეხა უნდა ვიდე მანქანაში, მივიდე ინგლისში. და წინასწარ ხო ჩავეწერე, ხო დავრეგისტრირდი რაღაცა, მოკლედ რაც არ უნდა რეკო და რაც არ უნდა მეთქი SMS-ი არ მოდის, მივწერე ერთხელ, ორჯერ, 5ჯერ, 7ჯერ, რა ვიცი, SMS-ი არ მოდის, მეთქი არ მოდის SMS-ი. ხო და მე ხა ისე არ მინდა მეთქი გამოვიდეს, რომ ინგლისში რო წავალ, მე რო დამირეკო, ხვალ მოდი, როგორ მოვიდე, ხო, მეთქი ერთი კვირა მე ფიზიკურად ვერ ჩამოვალ რა და. არა დაელოდეთ SMS და აი გუშინ უკვე რომ ვიმზადებოდი, რომ დღეს ხა ამ დროს უკვე ტრაილერს უნდა ვიყო და ინგლისში მივდიოდე, გუშინ მირეკავენ და მეუნებიან ხვალ მოხვალთო. მეთქი მოვალ საწავალ, კიდე ხა მითხარი მეთქი და ცოტა გვიან რო გეთქვა, მეთქი ბელგიიდან ხვალ მომტრიალდებოდი ხა ამ გერმანიდან ჰოლანდიიდან. ამის გამო მეგობრებო დღეს ვერ წავედი ინგლისში და იმედი მაქვს ხვალ მაინც წავალ რა და თუ დღეს და ხვალ ვერ წავედი, მე ჩათვალეთ პარასკევსაც ვერ წავალ და შაბათს უნდა წავედი, ეს დღე ხო გამიცდა რა. ამიტომ ეს 1500 евро ჩათვალებს, ეს ვიზა არის მინიმუმი რა. კიდე ჩამოსვლა ხო უნდა, ხა ერთი ჩამოსვლა იქიდან აქ ჩამოდი ბენზინჩას მანქანაში რაღაცა უკან ჩადი, ეს 100 евро ჩათვალე არის რა, ფასიანი გზა მე რაღაცა თან დაგეხარჯება, ეხლა თან ოჯახი მომყავს, ეხლა დღეს ოჯახის წამოვიყვანე რა. ასე რომ ეს ვიზა მეგობრებო დაახლოებით 1500 евро ნამდვილად ჯდება, საიდანაც 2000 ზლოტს ჩემი უფროსი იხდის რა. აი ხო გეუბნებით ნებისმიერ ასპექტში რომ აი 100 რაღაცა რომ დადოთ და დავიწყოთ მაგალითად ვიზის აღება, რომელი ფირმა ჯობია. თქვენ სადაც უნდა დაიწყოთ მუშაობა თუ ხა მე სადაც მუშაობ. თქვენი მოუგებს ყველა ვარიანტში. თან დიდი უპირატესობით. მაგალითად ტენტის გახსნა დაკეტვები, ვისთან ჯობია. თქვენთან რა თქმა უნდა, იმიტომ თქვენ ერთ ტენტს გახსნით, ხანდახან გახსნით ორს და მე სულ ხსნის ხოლმე. და ხანდახან თვითონ ცლი ხოლმე, თვითონ თურთავ ხოლმე პაგრუჩიკით მანქანა ჩემი ვიდეოები თუ გახსნა, ნახე იქნება ნახე რა. ასევე ღირთები მაგალითად ბევრ რაღაცაში თქვენი ფირმა უგებს ყველა დანარჩენ ფირმებს. ან ცოტათი, ან ბევრ რაღაცა და თითოეულ 100 რაღაცა რო დაალაგო, ან 1, 2, 3, აი 97-ში თქვენი ფირმა უგებს. ამიტომ ვიზახი მეგობრებო, რომ მართლა ძალიან კაი ფირმაა და ძალიან უფრთხილდები მე მაგას რა. და 1-2-ს პირდაპირ უთხარი უარი მეგობრებო. იმედი არ მიწყენენ, მაგრამ არ მინდა რა რომ ჩემ ჩამოყვანილი ადამიანი და ზოგადად ამ ფირმაში რაღაც ისე აირიო სიტუაცია, როგორც ეს პოზნანში სამწუხაროდ ქართველების მიმართ არის ხოლმე, რომ აი პირდაპირ გეუბნებიან, ქართველი ხარ? არა, ჯიგარო ვერ მიგიღებ. ქართველი ხარ? ვერ მიგიღებ. უკრაინელი ხარ? მიგიღებ. ბელორუსელი ხარ? მიგიღებ. ქართველი ხარ? ვერ მიგიღებ და აი რატო უნდა ხდებოდეს, ხო? ვიმეორებ, რომ ხა კარგები და ცუდები ყველგან არიან, ქართველებშიც და უკრაინელებშიც და ბელორუსში ყველგან, მაგრამ ახლა ეგეთ ცუდების მართლა არა და მაგდენი არ ფიზიკურად არ ვართ მეგობრებო, ჩვენ მაგდენი რამეა გავაფუჭოთ რა. მარტო აგერ ვარშავაში ვარ ხა და რამდენი ადამიანი ცხოვრობს ვარშავაში, ხო? აი ძალიან დიდია რა. ბევრი ადამიანია მართლა რა. ეს 1-2 ქართველი რაღაცა მე ჩანანა ყვირიან თუ არ ვიცი, ვერ გეტყვით რა ხდება, მაგრამ
აი ეგეთი არეული სიტუაცია მე პირადად არ მაწყობს, იმიტომ რომ რავი, დღეს იქნება თუ ხვალ იქნება მეც მძღოლად მაგ ფირმაში მინდა გავაგზავნო მუშაობა ისევ და ისევ, ჩემები მან მუშაობენ, ჩემი ჩამოყვანილი ხალხი მაგრამ არანაირად არ მინდა მე მან სიტუაციის არანაირად არ მაწყობს, არც არანაირი გაგებით რა. და ამიტომ ურთხილდები მეგობრებო, რა თქმა უნდა, რავი, ჩემიანებსაც ურთხილდები იმ ხალხს, რომლებიც უნდა ჩამოიმართოს, ურთხილდები ფირმასაც ურთხილდები, მართლა კაი ფირმა, აი როგორ გითხრათ, ყველაფერი მოსაწონი, იმეორებ მეგობრებო, სახში ხა რაღაცა სახში არ გვაქვს ხოლმე მოსაწონი სიტუაცია ყოველთვის, ხო არის ასე, აი ხა გეუბნები, ჩემ მეუღლე რო სულს გააკეთებს, ჭირვიდორით ან სულს. ჩემ მე და უფროსი შვილი მშვილები დავდივართ იმ დღეს. უმცროს და ჩემს მეუღლეს ევასება რა. ჩვენ არ გვევასება. ან ოჯახში ხო არის ხოლმე რაღაც ისეთი რაც არ მოგწონს. ახლა ფირმაში რო ჩახვალ და 1300 მანქანა ყავს და ეს ქვეყნა მეორე ქვეყანაში ხარ რაღაცა რო არ მოგეწონება, მაგი რატომ არ გაგიკვირდეთ, ხო? მაგი არ მაგაგიკვირდეთ, მაგრამ თუ შეადრეთ ყველაფერს. აი მე გავადრო და ისე 2-3 რაღაცა თუ არ მოგეწონებათ, მაგაზე სასასრულოდ არ გეყოფათ, უბრალოდ მე აი დამიჯერეთ რა. ასე რომ ეგრეა მეგობრებო, ეხა უკვე პრინციპში 10 წუთში გაიღებიან, შევალ და სავარაუდოდ 9 საათში გავალ აქედან რა. ნახოთ ჯერჯერობით ველოდები რა. აი იქ არის ჩემი ისე ხალხი ველოდება ჩემამდე სიყნე ყობა რა. ნახოთ. მოკლედ ეგრე. ხო, მოკლედ გამოვედი, აგერ რაღაცები ჩამირტყეს, მოკლედ არ ვიცი, QR კოდი თუ რაღაც იმას საქმეს დაგერ. და SMS-ი მომივა. და მე მოვალ უკვე თვითონ ვიზის ასაღებად, ასე ვთქვათ, ვიზას მე ჩამირტყავენ იმაში, რა ქვია, პასპორტში. ამის გამო გადავიხადე 538 ზლოტი და პლუს 18 ზლოტი გადავიხადე SMS-ი რომ მომივიდეს. ნუ ეს არის მართლა პირველი სერვისი, ეს 538 ზლოტის და 18 ზლოტის ეს არის პირველი გადახდილი ფული, რის საშუალებაც მომეცა და მე რა თქმა უნდა გადავიხადე, რომ აი რაღაც დამატებით სერვისს რო გთავაზობე. და საქართველოში ძალიან დიდი ფუფუნება ყოფილა ეგ, რასაც არ ვაფასებდი. რომ ყველაფერში ფულია გადასახდელი, ხანდახან გენატრება იმ ყველაფერში ფულის გადახდა, ხვდები, რომ დრო მოიგო, აქ არა, აქ ასად არის ჩქარება თამაც საერთოდ. ყველა სფეროში ესეა მეგობრებო, მარტო იქ კი არა რაღაც, აი ინგლისის ვიზის აღება საერთოდ რა შუაშია, ხო? მაგრამ ინგლისის ვიზაზეც ასეა. კარტაბობიტოზე ასეა, სამსახურში რაღაც საბუთების გაფორმებაზეც ასეა, რაღაცა ბინის ქირაობა გინდა და ხელშეკრულების გადაგზავნა, გადმოგზავნა ასეა და ასეა მოკლედ აქ ყველაფერი ნელა, ამათ არსად არის ჩქარებას, ჩვენ გვეჩქარება მარტო რა. მაგრამ არა უშავს რომ ჩამოხვალ და რომ მიეჩვევი თავიდან ყველაფერი მიკვირდა და ეხა უკვე რაღაც ახალს რო ვიწყებ, უკვე ვიცი რომ ასეა და არც მიკვირს უკვე მეც ისევ გეგმავ რომ აი ეხა საქართველოში რო ყოფილიყავ, ისე დავგეგმავდი რომ ეხა ჩამოვიდოდი დილით, ამას გავაკეთებდი შუა დღეს ეხა კიდე მეორე საბუზზე მივიდივარ რაღაც ჩემ პირად საქმეზე, იქ უნდა წავიდე, მე კიდე რაღაც იმაზე, ხო და რაღაც 4 საათში, 5 საათში ისე მანქანაში ვიქნებოდი, მაგრამ აქ ვერ დაგეგმავ ეგ რა ხან ვიცი და დამიგეგმია და ამბრევია გეგმა, ამიტომ აქ ეგრე ვერ დაგეგმავ რა. ეხლა წავალ დღევანდელი დღე და აიკარგა მაგის გამო. აქ სხვანაირად ვერ იზავთ, არა უშავს. სამაგერად ეს ხო ყოველდღე არაა საკეთებელი, არა ეს ხო 1000-ში ერთხელაა საკეთებელი. ძირითადად თავიდანაა ხოლმე საბუთუმანია და რაღაცები რა. ამიტომ რაღაც ეგრე მეგობრებო. დღეს ამით დაგემშვიდობებით, აბა თქვენიცით. ოჩაღად ყველა.